ანაკლია იყო ხო დასახელებული. ანაკლია შეიძლება კარაფენ შუაში არ არის და სინამდვილეში მათ შორის დიდი ფული გათოდა ივანიშვილსა და ხაზარაძის შორის და ამ ფულის გატეხვის პროცესში ეს ფული არ არის 100 მილიონი ან მილიარდებზე საუბარი ოფიციალური სტატისტიკით. ამ ფულის გატეხვის პროცესში ივანიშვილმა ჩათვალა ის გადააგდეს აი რაც რიჟოაძესთან მიმართებით 300 მილიონს ოსთხოვს მაგას და ღარიბაშვილს და ეს ღარიბაშვილი შემთხვევით არ იყო რომ მივარდა იქ მეუღლე თუ მოსანახულებლად ხო დიდი ფულია გადახილი და ის თხოვს ამ ფულის უკან მიტანას რაზედაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ასე ვთქვათ თავს იკავებენ არ მიაქვთ ეს ფული და უჩვენებთ ციხეში ჩაჯდნენ უჩვენებთ თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით გამოისყიდონ ის საურავი პირგასამტეხელო რასაც თხოვს ივანიშვილი რადგანაც აი ჩვეულებრივი პოლიტიკური ანალიზით არ ექვემდებარება ახსნას მათი ქმედება ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტზე როცა მთელი მსოფლიო და მთელი ჩვენი ხალხი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის მათ შორის მსოფლიო რა თქმა უნდა ეს ახლა რეჟიმის დამთავრების ასპექტში ვერაფერს ვერ გააფუჭებს ამათი საქმე ვიმეორებ არის დამთავრებული და თვითონ აჩქარებენ ამას ყოველწლიურად მაგრამ რა თქმა უნდა დამატებითი ახსნა განმარტება ჩვენს მეგობრებთან საზღვარგარეთ მოგვიწევს რატომ მოხდა ეს და რისთვის იხდიან საქმეს საგანმარტებლად და ასახსნელად და აჩვე რატო გვაყენებენ ასეთ უყოფურ მდგომარეობაში ეს ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მოვწოდებს იმას რომ არ განემართების ზაღლის კუდი და არც საკირჩხები მართლად ბლის ოლიგარქი მილიონერი მილიარდერი პოზიციაში თუ ოპოზიციაში რჩება მტაცებლად ძალიან შორს მდგომ პერსონალ პოლიტიკისგან და ყველაფერს აკეთებს ირადი მოგებისათვის და შემდგომ აქედან უყურებს მთელ სამყაროს რამდენი შემოსავალი შევა მის ჯიბესა თუ მის კალკულატორში ეს ამის ნიშანია და კიდევ ერთხელ უნდა კარგად გავანალიზოთ რა დაგვემართა რა დავმართეთ ჩვენ თავს როდესაც ვთვლიდით რომ რახან კაცი მდიდარია მას შეუძლია სახელმწიფოს მართოს და ის არ მოიპარავს ბიუჯეტს რადგან ფული აქვს უკვე ჩვენ მივიღეთ სრულად საპირისპირო შედეგი როდესაც ადამიანი მდიდარია თანაც კრიმინალურია მისი სიმდიდრე თავიდანვე ხელისუფლებაში მოცვლისთანავე სახელმწიფოს გადააქცევს კრიმინალურ კარტერად გააბანძებს ნებისმიერ განმათავისუფლებელ ბრძოლას და წავა ღალატზე საერთო საქმისა თუ ეს მის ფინანსურ ინტერესებს დასჭირდა. ხო, აი ესეთი გაკვეთილი შეგვიდარა ჩვენ ისტორიამ რომ იმედია ამის განმეორება ღმერთთან რა გვიფაროს აღარ დაგჭირდება რამენაირად. დღეს გამოქვეყნდა კიდევ კაჭკაჭიშვილი ერთი ასეთი კაჭკაჭის მეტი სერიოზულობა აქვს იმ თავის ლაყაფში ასეთი ფილოსოფოსი ილიას უნივერსიტეტიდან უკიდურესი ლიბერალი აი მხეცის დონემდე მისული ლიბერალი ყველაფერი ეროვნული როზულს და მარტო უყვარს გრანტები რომელიც მოდის დასავლეთიდან მისი და მისი ოჯახის ჯიბეში სამებლა და ზადრო არის ყველაფერი დაწეროს ყველაფერი განმარტოს ყველაფერი გამოიკითხოს იმის მიხედვით შემკვეთი რას უხდის და რამდენს უხდის აი ხლაც გადავუხოთ ამ კაჭკაჭიშვილს რომელიც გრანტი ჭამია ერთ-ერთი მთავარი 30 წლის მანძილზე არავით არის ფილოსოფოსი და სოციოლოგი ეგ არ არის გადმოწერილი აქვს ამერიკელი და ინგლისელი მეცნიერების შრომები შედაშიგ რუსული ავტორების ნამუშევრებსაც გაჰყრა თბილი და ეხლა ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს და გამოკვლევებს ჯერ ადრე ჩაატარა ეხლაც კიდე ჩაუტარებია და წეს რეიტინგებს პოლიტიკურ რეიტინგებს მათ შორის აგერ პირველ ადგილზე ისა ოცნება 35 თუ რაღაცა პროცენტით მე ამას მოხვებიან ისე როგორც დაწერა არჩევნების წინ როგორც გადაუხადეს გადასახდელი ამ ნაზირალას მართლა ამ სიტყვისრული გაგებით აი ესენი იწყებენ ისტორიის გაყალბებას განწყობას ქმნიან საზოგადოებაში ხალხ განწყობას და ვიღოთ მე დამანგრევი ხალხ შედეგებს მე მოდის ის რა ქვია გვარამიას პარტია რომელიც გვარამიასაც აღარ ახსოვს არ არსებული პარტია შეიძლება ითქვას შეკრებილი რაღაცა გირჩებიდან იმიდან აქედან ლაკადან იქედან აქედან ეს პარტია არის თურმე მეორე ადგილზე ოცნების შემდეგ რეიტინგი მესამეზე თურმე ის მოდის ნაციონალური მოძრაობა
სააკაშვილის, ანუ როგორ შეიძლება უსწრებდეს ახლა გვარანია სააკაშვილის და რაც მოძრაობას, რომელსაც რა თქმა უნდა ანგარებითი იდიოტიზმი თუ დააწერიებს ამას სოციოლოგს, ხო? შემდეგ უკვე მოდის ეს ხაზარაძე, თუმცა აი ახლა არჩევნებში მონაწილეობით თუ გაიბანზა, თავით უკვე რამე გქონდა. ვისაც გადაუხადა ფული ის ხმა იყო, რაც იმ პროგრამაში იყო ჩადებული ელექტრომანქანების იმდენი ამოუგდო იმ აპარატმა. შედეგი ის არ არსებული პარტია, გახარეს არ არსებული პარტია, რომელმაც ისედაც რაღაცა დინოზავრები რო არის ნაღძალში შემორჩენილი ბიზონები, აი ესეთი ჯგუფი შექმნა, პარტია დაარქვა, წამოიყვანა უშიშროებიდან ეს თელი და აგენტურა თუ ოფიციალური თანამშრომლები და ქადაგებენ ყველა უბედურებას, რაც შეიძლება ამ ქვეყანას კიდევ დაემართოს, რა პარტიებზე საუბარი და რა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე საუბარი და რაც თავარი ამოცანა ისევ არის ლეიბორისტული პარტია, რომ ჩამონათვალშიც არ ახსენონ და წინასწარ გაამზადონ იადაგი, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩამოიშლება და ეს ჩამოიშლება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მონამორჩილის ლეიბორისტული პარტიის და რაც თავია ხალხის ბრძოლის შედეგად, აი ეს ნაყოფი, აი ეს შედეგი ისევ დაინაწილონ, აი ესეთი ყალბი გამოკვლევები დაიწყო. ჩვენ ახლა დავგზავნით ამ კაჭკაჭიშვილის რექტორს იქ ილიაში იგდებულა, იქ ასწავლის ბავშვებს ალბათ სიყალბე როგორ ჩაიდინონ მოვალ სოციოლოგებმა. მისი გრანტის მიმცემ ორგანიზაციებს 3 გრანტის გამცემი კომისიის თავმჯდომარე ყოფილება. ეს მარაზმი. აი იმ გრანტის გამცემ ორგანიზაციებს ამერიკაში და ევროპაში და სადამდე ეყოფა ხაზარაძის მიცემული ფული, ამასაც ჩვენ ვნახავთ ამ ყალბი დასკვნების დასაწერად.